ურთიერთობის პერცეფციული ასპექტი. ურთიერთობის პერცეფციული მხარე განიხილავს მეორე ადამიანის აღქმისა და გაგების პროცესს. შთაბეჭდილება, რომელიც აღმოცენდება მეორე ადამიანის აღქმის შედეგად, დიდ როლს თამაშობს ურთიერთობებში. ახლა ვეცადოთ გავსაზღვროთ, რომელი თვისებები დაეხმარება ადამიანს სხვა ადამიანების გაგებაში და აღქმაში. აღიარებულია, რომ ასეთი აუცილებელი თვისება არის მოსმენის უნარი. წარმატებული ურთიერთობისთვის აუცილებელია ასევე შემდეგი თვისებები: მოთმენა, აღზრდა, პატივისცემა პარტნიორის მიმართ, უნარი, რომ არ ენდოს პირველივე შთაბეჭდილებას, უთანაგრძნოს, გაითვალისწინოს მისი პრობლემა, ანუ წარმოიდგინოს საკუთარი თავი მის ადგილას. ასევე ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ ყველას თავისი აზრი აქვს, რომელიც ყოველთვის არ ემთხვევა სხვა ადამიანის გამოხატულ აზრს. თუ ადამიანისთვის მიუღებელია მტკიცებულება, რომელიც მისას არ ემთხვევა, ის იწყებს კრიტიკას და ცდილობს დაამტკიცოს საწინააღმდეგო და სხვას თავს მოახვიოს თავისი თვალსაზრისი, რომელიც ურთიერთობის დროს ქმნის ბარიერს ადამიანებს შორის. პერცეფციულ ურთიერთობაში ბარიერს ქმნის შემდეგი თვისებები: მოსმენის უნარის არქონა, ქედმაღლობა, ამპარტავობა, მოუთმენლობა, ფეთქებადობა, მლიქვნელობა, აზრის თავს მოხვევა და ბევრი სხვა. ახლა ურთიერთობის ინტერაქციული ასპექტი. ურთიერთობის ინტერაქციული მხარე წარმოადგენს ადამიანების ურთიერთობას ერთმანეთთან პიროვნებათა შორისი ურთიერთობის პროცესში. ქმედება კი ურთიერთობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ურთიერთობის ინტერაქციული მხარე ვლინდება არამარტო ინფორმაციის გაცვლის დროს, არამედ ადამიანების ძალისხმევაში, რომ ერთობლივად გაწიონ გარკვეული ქმედებები. თვისებებს, რომელთაც უნდა ფლობდეს ინტერაქციულობის დროს პარტნიორი, მივაკუთვნებთ ორგანიზატორულ უნარს, პუნქტუალურობას, დისციპლინას, თვითორგანიზებულობას, ადამიანზე ზემოქმედებისა და მანიპულაციის, კომუნიკაციის და კოგნიტიურობის, დამოუკიდებლობისა და საიმედოობის უნარებს. ხოლო ინტერაქციული ურთიერთობის შემშლელი არის ზემოთ ჩამოთვლილი საწინააღმდეგო უნარები, აგრეთვე ჩაკეტილობა, უინიციატივობა, უპასუხისმგებლობა, გამოუცდელობა კონკრეტულ სფეროში და სხვა. პიროვნების ჩამოყალიბება და თვისებები. ინდივიდის პიროვნული თვისებები ახასიათებს მას როგორც პიროვნებას. ადამიანის ყველა დანარჩენი მრავალფეროვანი თვისებებიდან გამოიყოფა ის, რომელიც განაპირობებს მის საზოგადოებაში ქცევას ან მოღვაწეობას. პიროვნების თვისებები განისაზღვრება მისი დამოკიდებულებით გარემოსთან, საზოგადოებასთან და სხვა ადამიანებთან. ეს ურთიერთობები რეალიზდება ადამიანების საქმიანობის დროს, რომლის მეშვეობითაც ადამიანები შეიცნობენ სამყაროს და ცვლიან მას. არ შეიძლება პიროვნების განყენება რეალური როლიდან, რომელსაც ის ცხოვრებაში თამაშობს. პიროვნება ყალიბდება გარემო სამყაროსთან ურთიერთობის დროს. ამიტომაც ფსიქოლოგებისთვის ასეთი ფუნდამენტალური მნიშვნელობა აქვს ადამიანის საქმიანობას. პიროვნება გვევლინება საზოგადოებრივი ურთიერთობის სისტემაში ერთეულად და გარკვეული თვისებების რეალურ მატარებლად. ადამიანი არის ინდივიდუალურობა, ვინაიდან და რადგანაც მას ახასიათებს განუმეორებელი თვისებები. ადამიანი არის პიროვნება, რომელიც შეგნებულად განსაზღვრავს თავის დამოკიდებულებას გარემოსადმი. ადამიანი არის პიროვნება, რომელსაც თავისი სახე აქვს. ადამიანი არის მაქსიმალურად პიროვნება, როცა მასში არის მინიმუმი ნეიტრალურობის, გულგრილობის, განურჩევლობის, მაქსიმუმი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის. ცნობიერების უნარის გარეშე, რომ შეგნებულად დაიკავოს განსაზღვრული პოზიცია, ადამიანი არ არის პიროვნება. ახლა რაც შეეხება არავერბალურ კომუნიკაციას, ასეთ სიტუაციაში პიროვნებათა შორისი სივრცე როგორია მზერა, პოზებისა და ჟესტების ენა. არავერბალური ურთიერთობები, როგორც ცნობილია, როგორც პოზებისა და ჟესტების ენა, რომელიც ცნობილია როგორც პოზების და ჟესტების ენა, მოიცავს ადამიანის თვითგამოხატვის ყველა ფორმას, რომელიც არ ეყრდნობა სიტყვებს. ფსიქოლოგები თვლიან, რომ არავერბალური სიგნალების კითხვა ითვლება ეფექტური ურთიერთობის მნიშვნელოვან პირობად. რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი არავერბალური სიგნალები ურთიერთობისთვის? ინფორმაციის დაახლოებით 70%-ს ადამიანი აღიქვამს ვიზუალური გზებით. არავერბალური სიგნალები ხელს უწყობს მოსაუბრის აზრებისა და გრძნობების აღქმას.
ჩვენი ურთიერთობა მოსაუბრესთან ხშირად ყალიბდება პირველი შთაბეჭდილების გავლენით. ეს კი თავის მხრივ წარმოადგენს ისეთი არავერბალური ფაქტორების ზემოქმედების შედეგს, როგორებიც არის სიარული, სახის გამომეტყველება, გამოხედვა, თავდაჭერის მანერა, ტანსაცმლის სტილი და სხვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არავერბალური სიგნალები იმიტომ, რომ ისინი არიან სპონტანური, გაუცნობიერებელი და სიტყვებისგან განსხვავებით ყოველთვის წრფელი. არავერბალური სიგნალების დიდ მნიშვნელობას საქმიანობაში ადასტურებს ექსპერიმენტული კვლევები, სადაც აღნიშნულია, რომ სიტყვებს, რასაც ჩვენ ვანიჭებთ ამ ხელოვნებებას, შეუძლიათ ახსნა მხოლოდ არსის 7%, ბგერებს და ინტონაციას 38, ხოლო პოზებსა და ჟესტებს 55. არავერბალური ურთიერთობა შეიცავს 5 ქვესისტემას. ესენია: სივრცის ქვესისტემა, პიროვნებათა შორის სივრცეს, რასაც ვუწოდებთ ჩვენ, ზერა, ოპტიკურ-კინესიკური ქვესისტემა, რომელიც თავის მხრივ შეიცავს მოსაუბრის გარეგნულ იერსახეს, მიმიკას, პანტომიმიკას, ეს არის პოზების და ჟესტების ენა. პარალინგვისტური ან მეტყველების ქვესისტემა, რომელიც შეიცავს ხმის ვოკალურ მონაცემებს, ხარისხს, დიაპაზონს, ტონალობას, ტემბრს. და მეხუთე, ექსტრალინგვისტური ან მეტყველების გარე ქვესისტემა, რაშიც შედის მეტყველების ტემბრი, პაუზები, სიცილი და სხვა. კინესიკის საშუალებებს მიაკუთვნებენ სახის გამომეტყველებას, მიმიკას, ჟესტიკულაციას, პოზას, ვიზუალურ კომუნიკაციას, როგორიც არის თვარების მოძრაობა, მზერა. არის შემთხვევები, როდესაც კინესიკის დახმარებას მიმართავენ სხვადასხვა ენებზე მოლაპარაკე ადამიანები. ჟესტიკულირება ამ შემთხვევაში არის ურთიერთობის ერთადერთი საშუალება და ასრულებს წმინდა საკომუნიკაციო ფუნქციას. პროქსემიკა აერთიანებს კომუნიკანტებს შორის მანძილს ურთიერთობის სხვადასხვა სახეობის შემთხვევაში მათ ვექტორულ მიმართულებას. ხშირად პროქსემიკას მიაკუთვნებენ ტაქტილურ კომუნიკაციას, რაშიც შედის შეხება, ადრესატზე ხელის, მხარზე ხელის დადება მაგალითად და სხვა, რომელიც განიხილება სუბიექტებს შორის დისტანტური ქცევის ასპექტის ფარგლებში. პროქსემიკული საშუალებები აგრეთვე ასრულებენ სხვადასხვა ფუნქციებს ურთიერთობაში, ასე მაგალითად, ტაქტილური კომუნიკაცია უსინათლოების და ყრუნუნჯებისათვის ერთადერთი საშუალება არის, მას წმინდად კომუნიკაციური ფუნქცია აქვს. პროქსემიკის საშუალებები ურთიერთობის დროს ასრულებენ აგრეთვე მარეგულირებელ ფუნქციას. მაგალითად, კომუნიკანტებს შორის მანძილი ურთიერთობის დროს განისაზღვრება მათი ურთიერთობის ხასიათი, ოფიციალური, არაოფიციალური, ინტიმური, საჯარო. გარდა ამისა, კინესიკურ და პროქსემიკურ საშუალებებს შეუძლიათ სამეთყოლო ურთიერთობის ცალკეული ფაზების მეტაკომუნიკაციური მარკერების როლის შესრულება, მაგალითად, ქუდის მოხდა, ხელის ჩამორთმევა, დამშვიდობების, მისალმების დროს, კოცნა და ასე შემდეგ. ვან დეიკი გამოთქმის ანალიზის ერთ-ერთ პირობად გამოყობს პარალინგვისტურ საქმიანობას და მიაკუთვნებს მას დეიქტურ და სხვა ჟესტებს, სახის გამომეტყველებას, სხეულის მოძრაობას და მონაწილეებს შორის ფიზიკურ კონტაქტებს. არავერბალური მოქმედებები ენაცვლებიან ვერბალურებს კომუნიკაციის პროცესში. მიუხედავად ამისა, ამგვარი არავერბალური მოქმედებების ბუნება ძალზე პრაქტიკულია.